მისი უწმინდესობის ორი მთავარი მნიშვნელოვანი ხაზი იყო. და ორივე მიმართული იყო იქითკენ, რომ ისტორიულადაც და თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებისთვის საქართველო როგორც უძველესი კულტურული და პოლიტიკური მემკვიდრეობის ერად და სახელმწიფო წარმოჩენილი. ამიტომ იყო მისი ესეთი ძლიერი მცდელობა, რომ ურთიერთობების მიღება კი არ მომხდარიყო, არამედ ამ უძველესი ეკლესიის სტატუსის და ასე ვთქვათ, მისი როლის აღიარება ყოფილიყო. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება უკავშირდებოდა თემას, რომელზეც ამ დღეებში ლაპარაკი არ ყოფილა და რაც ასევე უკავშირდება ქართული სახელმწიფოებრიობის უძველეს ფუნდამენტს და ეს არის სამეფო ბაგრატონთა დინასტიას. ხო? იმიტომ ეს ორი მთავარი ბურჯი იყო, რაც ქართული სახელმწიფოებრიობა იდგა, რაც განასახიერებდა, რაც კრავდა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია თავისი ავტოკეფალიით და მეორე ბაგრატონთა უძველესი დინასტია მონარქიებს შორის. აი პირველი მიმართულებით მან უზარმაზარი შრომა ენერგია ძალისხმევა ჩადო და მიაღწია თავის შედეგს და გაამყარა. მეორე მიმართულებაზეც მე ხო ვიცი რამხელა ძალისხმევა დახარჯა და არ გამოვიდა ასე ვთქვათ ეს საქმე, მაგრამ თავისთავად ბაგრატონთა სამეფო კარის აღორძინების მცდელობა, სამეფო სახლის აღორძინების მცდელობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად დარჩა და ამ დღეების განმავლობაში ვადევნებდი თვალს საორგანიზაციო კომიტეტი და ძალაუფლების მკრობელნი თუ მიაქცევდნენ ყურადღებას მისი უწმინდესობის ამ გამოცდილებას, იმას, რასაც ის თავის ცხოვრებაში აქცევდა ყურადღებას და როცა ჩვენ ვსაუბრობთ პროტოკოლურ ნაწილზე, ის რომ ბაგრატონთა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები დღეს უნდა ყოფილიყვნენ იქ პირველ რიგში და რა იმ ადამიანების ერთობა არავის არ უნდა და ყველას ქონოდა შესაძლებლობა რიგით ადამიანსაც კი რო პროტოკოლური შეცდომა იყო. ეს იყო შეცდომა. მეტიც მე მოვიკითხე და მათი ოჯახის წევრებიც ისეთივე რიგში ჩადგნენ, როგორც ვიყავით ყველანი, რომ შესულიყვნენ იქ, ანუ არანაირი სპეციალური კომუნიკაცია მათთან მიმართებაში არ მომხდარა. ეს ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მინდოდა რომ საზოგადოებასაც. ეხლა ეს ძალიან საინტერესო იყო სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურაა ეს, რომ შენეს მათ შორის მისი უწმინდესობის, ასე ვთქვათ, პრიორიტეტები რაც იყო, ეს მინდოდა რომ ეხსენებინათ. ძალიან კარგად შენიშნეთ ეს დედოფალიც უნდა ვთქვა დავამატო, რომ რატომ უნდა დედოფალთან კიდე განსაკუთრებით მის შეხვდა როგორც ამ დიდ მონარქთან. პატრიარქს ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ კონსტიტუციური მონარქია ყოფილიყო საქართველოში. მხოლოდ კონსტიტუციური. იტყოდა ხოლმე. მეფობს, მაგრამ არ მართავს. ცნობილი ფორმულა. ხო, ესე იცოდა ხოლმე და ხშირად გაიმეორებდა ხოლმე.